მოგესალმებით მეგობრებო, იწყება მორიგის შეხვედრა, რომელიც გაემართება ლიბო გრუპსა და ედისონს შორის. აკაცნოთ ამ გუნდების შემადგენლობებს. ლიბო გრუპი გიორგი ჟვანია 4 ნომერი, ჭუბა ფრუიძე 88 ნომერი, ილია გორდაძე 23 ნომერი, ნიკა ზაქარიაძე 11 ნომერი, ნიკა ბაბაკიშვილი მეკარე 1 ნომერი და გიორგი ბრეკვაძე 7 ნომერიანი მაისურით თამაშობს ლიბო გრუპის შემადგენლობაში. რაც შეეხება ედისონს, დიმიტრი მიქავა 9 ნომერით, ნიკოლოზ სილაგაძე 4 ნომერი, ნიკოლოზ მისკარიანი 7 ნომერით, ნიკოლოზ მამუჩაშვილი 1 ნომერიანი მაისურით. ის მეკარე ვაჟა არჯევანიძე 8 ნომერი და ვაშა კახიძე 13 ნომერი. როგორც ჩანს, თამაშს დაიწყებს ლიბო გრუპი. წინა შეხვედრები ამბობენ ჩაატარის, რა თქმა უნდა, ლიბო გრუპი აითამაშა საკმაოდ დაძაბულ ოქთაბრძოლაში 5-5. მარკო ჰოთელთან, ხოლო ედისონმა ასევე დაძაბულ ბრძოლაში წააგო. სამით 2. შესაბამისად ქულები ორივე გუნდს ჭირდება რვანელ შეხვედრაში, ნახოთ გადაუგდა ბურთი ლიბო გრუპმა ედისონს და დაიწყო თამაში. მიქავა მიიღო ბურთი ვაჟას გადაცემის შემდეგ, თუმცა დაიკარგა ბურთი და ჭუბა ფრუიძე ბურთი წამოიღო ლიბო გრუპმა შეტევა 14 ნომერი მარჯვენა ფლანგზე. აითამაშეს ბურთს საკუთარ ნახევარზე ბაბაკიშვილი, ხელი გადაცემა საბოლოოდ აუცე გადააგდო ბურთი ლიბო გრუპის მცველმა. აუც მოწვის ედისონი. ვაჟა არჯევანიძე გრძელი გადაცემა, რომელიც მიდიოდა მიქავასკენ არ გადის, კლავის არის ბურთით. მიქავა კარგად მოტრიალდა, მაგრამ ფუიცე არის კარგი დაცვაში. საბოლოოდ ბურთით რჩება ლიბო გრუპი, რადგან აუცე გადადის ბურთი. ლიბო გრუპის 7 ნომერი გიორგი ბრეკვაძე ბურთით დაუგდო მეკარეს ბაბაკიშვილი, ილია გორდაძე გადაცემა ფრუიძეზე, რომელიც ცოტა უხერხული იყო მეორე, მაგრამ მიქავა ბურთით შეეძლო დარტყმას მარჯვენათი, მაგრამ მარცხენაზე უნდა გასწორება, თუმცა მცველი იქვე აღმოჩნდა ლიბო გრუპის და დაატოვებინა, დააკარგინა ბურთი. ზაქარიაძე საკუთარ ნახევარზე დააწოდა 4 ნომერს, ჭუბა ფრუიძე მარცხენა ფლანგზე, ზაქარიაძე 7 ნომერი მოდის ცენტრში, გათამაშება და ყაყარის მართულებით და არაზუსტია ეს დარტყმული. კასალა სილაგაძე ედისონის მხრიდან მარჯვენა ფლანგიდან მოусმას ბურთი, კარზე გადაცემა, საბოლოოდ კარემ დაუბრუნა, ამაზე ამაშენ ჭირო პრესინგს და დატოვა ონის ფარგლები ბურთმა. ჭუბა ფრუიძე ჟვანია ბურთით ორთაბრძოლა, მოიგონეს ორთაბრძოლა მიქავასთან, რომელიც ავიწროებდა. საბოლოოდ ბაბაკიშვილი მეკარე ლიბო გრუპის ძალიანწოდ გაითამაშეს, მაგრამ ფრუიძე მაინც იღებს ბურთს. დაამუშავა ბურთი ფრუიძე, მაგრამ სილაგაძე კარგი არის ართმაზე, თუმცა ვერ შეიმაგრა ბურთი და აუძე გადადის ბურთი. ჩამოვარდა ბურთი ზაქარიაძეს არბიტრმა, ვინაიდან მან არასწორად გაათამაშა აუტი, როგორც არბიტრი ამბობს. აუხსნის ეხლა თუ რატო იყო ეს თამაშის წესების დარღვევა. ბურთი არის მისკარიანი. იცმოდის აუცი სილაგაძეს გადაცემა, გადააგდნა ბურთი ამ უკანასკნელმა ვაჟა არჯევანიძე. ძელი გადაცემა, ჩაიწეს გადაცემა ლიბო გრუპის მხრიდან, კვლავ ვაჟა ამოაქვს ბურთი, ბურთით მაინც დარჩა ლიბო გრუპი, გათამაშება ლიბო გრუპის 4 ნომერი, კარგი გადაცემა ზაქარიაძე და რა კარგი არის ოთაბრძოლაში. ნიკა სილაგაძე, რომელიც მოიგორია, აცნა ბურთი და ვერ ახდენს ამოდგომას ნიკა ზაქარიაძე. უკაცრავად ხოდიკა არის სამომში.
წამოდგა საბოლოოდ ნიკა ზაქარიაძე. არ ჭირს არაფერი და გააგრძელებს თამაშს. ორდაძე ჩაწოდება ზაქარიაძე ბურთი ნახოთ. ზე არის იგი კარგად თამაშობს. ზერეცის 13 ნომერი. თუმცა აუტი თვითონაც არის ლიბო გრუპი. შეიძლება აქედან ხმა რა ავიდა ებრაელი მიქავა მასზე. შვანიაზე თამაშობს უხეშად მიქავა და ათქნია ხახი. თამაშ წესების დარღვევა. ერთი აღერხებს წამოდგომას. წამოდგა სერიოზული არაფერია. დაცემა მარჯვენა ფლანგზე, კარგი არის ლიბო გრუპის 4 ნომერი, კარგი მოძრავი, მაგრამ კარგია რა ვაჟა არჯევანიძე საბოლოოდ მისთვის ბურთი გიორგი ბრეგვაძეს, რომელიც უმტყავდა კარის მართულებით. მაგრამ არ გადის ეს დარტყმული. ხეხულა დამოიტანა ბურთი რედისონმა, საკუთარ ნახევრიდან, მაგრამ საბოლოოდ მაინც სადავები მათ ხელშია. აუტი. ნიკა სილაგაძე. ჟარჯევანიძეზე გადაცემა, გწელი გადაცემა. თუმცა ნომერზე მისკარიანი იბრძვის აქ ძალიან კარგად ბურთზე დაწყვეტილებით და აჯობა მომეჩი ნიკა მისკარიანს. ბაბაკიშვილმა ჩაბდება მიქავა და ამუშავა ბურთი და რა კარგი ერთი სერვი, ბრავო. მაგის სერვი. ნიკა ბაბაკიშვილის მხრიდან მას მიგვაშვია ესეც ამას მომენტებს. წინა თამაში ძალიან კარგი იყო იგი, ახლაც ძალიან კარგია. ყავს არის ბურთი შემოიტანს. უს თამაში დააყენა ბურთი შემოიტანს, საბოლოოდ მოდი ცენტრში. ზაქარიაძე ყავს დაუგდო. ბურთი. ნიკარეს ყავს ზაქარიაძე არის ბურთი მოდი ცენტრში. ძალიან ჭირდება თამაშობა პრესინგს მასზე ვინაიდან იციან როგორი საფათო არის. იგი მეტოქის ნახევარზე. დატოვა ბურთის პარკლებს საბოლოოდ აუტი. არჯევანიძე ფუძე თამაშობს. ორი საფუძე ძალიან კარგად ჩამოიღო ლიბო გრუპის ნომერი, მაგრამ კარგი არის როდესაც 13 ნომერი დაცვაში. ორდაძე ბურთით. ბრეგვაძე გაათამაშა 4 ნომერზე დარტყმა, მაგრამ არაზუსტი არის ეს დარტყმული. შვანი აუტოვდა პრინციპის კარის მართულებით. არჯევანიძე ბურთით. სილაგაძე და ნახევარზე მოიგერა ბურთი საბოლოოდ არჩა ბურთი გაზაქარიძეს, რომელიც ძალიან კარგად თამაშობდა პრესინგზე. 4 ნომერზე გადაცემა და საბოლოოდ ბურთი რჩება ვის რედისონს. ვერ შემაგრა ბურთი გიორგი ჟვანიამ. ამ მომენტში თამაშება საით, არავინ არ არის, აკადემიასთან არეგულება არჯევანიძეს. ძელი გადაცემა საბოლოოდ ბურთი გერიებს. ამოჩაშვილი. ლა ბურთი ლიბო გრუპი. ძალიან კარგი არის ათმევაზე მიქავა დარტყმა კარის მართულები ძალიან ხერხული დარტყმული იყო. ეს ბაბაკიშვილის, მაგრამ გაეკვა სიტუაციაში ძალიან სწრაფად. ნიკა ბაბაკიშვილი და კიდევ ერთი სევი ჩაწოდება. ბურთი ხდება ჯუბა ფრუიძეს, რომელიც ფარავდა ხოლმე კუთხეს კართან და კვლავ კუთხური. ამასაც კვლავ მასთვის მისკარიანი აქ ვერ ჩაჭრა ბურთი ზაქარიაძემ დარტყმა არჯევანიძეს, მაგრამ არაზუსტი არის დარტყმა. თორმეტე წუთი მიმდინარეობს ხოდრის ჯერჯერობთან გარეშე ფრენ 0-0 აქ მისკარიანი ძალიან კარგი არის ამ მომენტში, მაგრამ ფუძე უხარებს ჩაწოდებას. კუთხური დარტყმა სწრაფად გაითამაშა. კუთხური და ეს ბურთი და შემდეგ ბურთი ხდება ძელს. პირველი ყველაზე საფრთხე მომენტი შეიძლება ვთქვათ, მისკარიანი ბურთით. დაცემა 3 ნომერზე ჩაწოდება დაუბლოკა. ლიბო გრუპის 7 ნომერმა გიორგი ბრეგვაძემ ბურთი. ეცნის 13 ნომერს ერთი კუთხური. ბურთი მიდის სილაგაძემდე. ჩაწოდება არ გადის, აუტი ამჯერად. სილაგაძე დარტყმა დაუფარა ზაქარიაძემ, კარგი არის ზაქარიაძე არტყმაზე და ბურთი რჩება საბოლოოდ ვის? ბურთი რჩება ლიბო გრუპს. ორდაძე ბურთი ფრუიძე რიკოშეტი როგორი ხერხული იყო. კარისკენ წავიდა ბურთი აიგერიებს ამ ბურთს. მამუჩაშვილი კუთხური ლიბო გრუპს. იძაბება უკვე სიტუაცია თითქოს გოლი ახლოს არის.
ფრუიძე დაამუშავა ბურთი ძალიან კარგად მისკარიანი არ ერთმანეთს, მაგრამ საბოლოოდ ბურთით მაინც რჩება ფრუიძე. გორდაძე ბურთით. შვანია. ჯარი მარის რა თქმა უნდა მეორე ჯარი მდება მასზე. მიქავა. დამშტობისკენ მოუწოდებს. იბო გრუპის 4 ნომერის გიორგი შვანიას თავარი არბიტრი. რეგვაძე ბურთით. კაცე შვანია დაიკარგეთ ეს ბურთი, მაგრამ ჩვენი ნომერი ძალიან კარგი არის ამ მომენტში. ძალიან კარგად დააყენა კორპუსი და მიქავა ამ მომენტში, მაგრამ რა შემაგრა ბურთი. საბოლოოდ ბურთს მაინც ეხება ბოლოს იბო გრუპი და გადავიდა როგორც ჩანს. ბურთი მოედნიდან აუტს მოწდის რედისონი. მას გააკეთებს დემი მიქავა. ჯოვანიძეზე გააცემა, არ ყავდა ეს უკანასკნელი არ არის ეს დარტყმული ბლოკება. საბოლოოდ იბლოკებს 3 ნომერი, კარგად ამას აკეთებდა 4 ნომერზე ჟვანიაძე, მაგრამ არ გადის საბოლოოდ ბურთი ბაბაკიშვილი მიდის ზაქარიაძე მარცხენა ფლანგზე ნახევარს მოიფიქრებს ეს უკანასკნელი. და შეიმაგრა ბურთი, მაგრამ ორი მცველის გარემოში აღმოჩნდა მაინც მას აქვს ბურთი და საბოლოოდ არჯევანიძე გადადის მასზე და უბლოკა აუტი მოაწოდა კვლავ იბო გრუპა. მისკარიანი ერთმანეთს ძალიან კარგი არის თამაშობს პრესინგზე, მაგრამ ფრუიძე კარგად აყენებს კორპუსს, საბოლოოდ ბურთი დაუტოვა თამაში თავის გუნდს. გორდაძე ბურთით. გააცემა ჟვანიაზე, კვლავ გორდაძე. ონის ცენტრში ზაქარიაძე გააცემა, არ გადის, ბურთით არის მამუჩაშვილი. მაშა არჯევანიძე ბურთით. გააცემა მიქავაზე, რომელმაც ვერ დაამუშავა, მაგრამ მაინც დარჩა ბურთი რედისონს, მიქავა დარტყმა იბლოკება. აურედისონი ბურთის მამუჩაშვილი არჯევანიძე. მომცველი, მაგრამ როგორი ბოლომცველის ძალიან საიმედო, ძალიან კარგი გადაცემა გააკეთა ხმან. მისკარიანზე, რომელიც მას შეუცვალა ბურთს ტრაექტორია თავით, საბოლოოდ ბურთი წავიდა კარისკენ, მაგრამ ბაბაკიშვილი კვლავ საიმედოა. ჯერჯერობით თავარი გმირი არის იბო გრუპის რიგებში და არ მარტო რიგებში, ძალიან თამაში ბაბაკიშვილი. არჯევანიძე კვლავ ბურთით. კვლავ გრძელი გადაცემა კარგი არის. დაცვაში ილია გორდაძე. ბურთი საბოლოოდ რედისონის მეკარე არჯევანიძე გადაცემა რედისონის 3 ნომერზე აქ შემაგრა ბურთი და მიქავა თითქოს გადარღვა, მაგრამ უპირატესობა აქვს რედისონს და გადააგდო ბურთი. რედისონმა ტრავმირებული არ მეთქი მოთამაშე, რომელიც უკვე წამოდგა. იტკინა მარცხენა ფეხი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი რიგზეა. დააბრუნა ბურთი იბო გრუპმა. რედისონი იწყებს თავის მერგ შეტევას. დააგდო ბურთი მიქავამ დარტყმა კარის მიმართულებით და როგორი სახიფათო იყო ეს დარტყმული. არჯევანიძე ბურთით. არჯვენათი გაუშვა და არ მიდის კარისკენ და ცხარდა ამ არჯევანიძე. გორდაძე ბურთით წაიღო შეტევაში, აქ ჩვენ ნომერში მინუს არა გადავიდა. ლავრენციონი ბურთით. სილაგაძე. არჯევანიძე გადაცემა მისკარიანზე არ გადის, ფრუიძე არის ძალიან კარგი დაცვაში. აუტი საბოლოოდ. სულება ლიბერპულის შემადგენლობაში. 5 ნომერი გოგა თაზიაშვილი შედის მოედანზე. გიორგი ბრეგვაძის ნაცვლად. ახლა გულშემატკივრები ახლა წესულ მოთამაშეს. მედია ეს მას მოუწევს სტიმულს. мотивациას არჯევანიძე ჩაგდება. ერთი ცვლილება ხორციელდება ამჯერად რედისონის რიგებში. 4 ნომერი შედის მოედანზე 3 ნომერის ნაცვლად. თამაში ჩაერთო გიო ქირია. ნომერი ძალიან კარგი გადაცემა ზაქარიაძეზე, მაგრამ ვერ შეძლო ზაქარიაძე. ერთი შეხედვით ჰაერიდან ბურთის დარტყმა საბოლოოდ აუტის სილაგაძე ბურთით. ძალიან მაღლა არის პრესინგზე აწეული იბო გრუპის მოთამაშეები, რომელმაც ნაწილობრივ გამოიღო შედეგი. წელკერად ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, მიანდა ბურთი რჩება. იბო გრუპი გათამაშება დარტყმა კარის მიმართულებით და
მოდ არასასიამოვნო იყო ეს დარტყმული მამუჩაშვილისთვის, მაგრამ არ წავიდა კარის მომწვევით. მაგრამ კართან ახლოს კაი არა საკმაოდ არჯევანიძე გადაცემა ის ძალიან ცხარობს არჯევანიძე მომენტში. თითქმის ბოგრუპია კლავ. სტანდარტი ნახოთ, რას მოიმოქმედებს ამ სტანდარტიდან ბოგრუპი. 16 წუთი იწურება ამასობაში, 4 წუთი რჩება პირველი ტაიმის დასრულებამდე. გამხნევებენ გულშემატკივრები ბოგრუპს. ნახოთ, რას მოიფიქრებს ბოგრუპის მოთამაშეები, რას მოიფიქრებენ, საბოლოო დარტყმა დაფრინდა ეს დარტყმა, მაგრამ ბურთმაც ისინი არიან, მათ 23 ნომერი ახლა უკვე ბურთით. ვაჟა არჯევანიძე კარგი არის რაცაში, მაგრამ ბურთით რჩება მაინც ბოგრუპი. გორტაძე გაათამაშა ბურთი. ფოტომეზე თაზიაშვილი ძალიან ცუდ გაცემა და კარგად თამაშობს. მეკარე და ეს დემიკავას უკვე მესამე დარღვევა არის, რომელიც იღებს ყვითელ ბარათს. ლოგიკური იყო ეს ბარათი, რაიდან საკმაოდ უხეშად თამაშობდა პრესინგზე დემიკავა და საბოლოოდ გამოიმუშავა ყვითელი ბარათი. ათამაშის ჯარმინა ბურთი ბოგრუპს ათამაშა გრძელი გადაცემა ნომერი 6 საბოლოოდ ფრუიძე ბურთით შეიმაგრებს ბურთი საბოლოოდ ზაქარიაძე კარგია ეს პასი დარტყმა და ბრავო მამუჩაშვილი კარგი ბურთი აიღო და მოგერების შემდეგ ბურთი მოხდა ბოგრუპის მოთამაშეს და კარიდან დარტყმა. კარგი იყო მამუჩაშვილი ამაში. იხსნა გუნდი გაშვებულ გოლს. ისკარიანი კარგად გაითამაშა არჯევანიძეზე ბურთი, ვერ მიიღო არჯევანიძემ. საბოლოოდ აუტი. თაზიაშვილი. გორტაძე, თაზიაშვილი. გაგრძელოს მონახავს ნახოთ ფრუიძეზე გადაცემა. გორტაძე ძალიან კარგი არის. მიდის გადავიდა მეტოქის ნახევარზე ზაქარიაძე კარგი გადაცემა ხომერზე. გადაცემა კარგი არის არჯევანიძე ამ მომენტში წამოიღო. თავის გუნდის შეტევა. საბოლოოდ დაიკარგა მაინც ბურთი და კარგა მისკარიანმა და კარს მართალი ფრუიძე უთხოვდა. ამ ეტაპზე კვლავ მამუჩაშვილი კარგი არის ამ მომენტში. ზიაშვილი ბურთით. გორტაძე იყო ბოლოს ბურთით. და კვლავ არხობს თამაშის წესებს. მიკავა. სწორედ ამაზე ესაუბრება, რომ კონტაქტი იყო, მაგრამ არბიტრი არბიტრს ასე ანიშნებს, რომ ქაჩალდა იქ მეტოქის. გიჟვანია ბურთით. გორტაძე, შვანია, გორტაძე. დაგრძელოს მონახავს. შვანია ბურთით, შეიწია ცენტრისკენ და თამაშის დარღვევა ამჯერად უკვე შვანიძე არის თამაში მომენტში. ემან მეტოქი ბურთშების. საფირწონეთ. აი თამაშა ბურთი ბოგრუპმა. მის ცენტრში აკეთებდა ზაქარიაძე გადაცემას გიორგი ჟვანია საბოლოოდ არ გადის, მაგრამ ბურთს ყვავი ბოგრუპია ბაბაკიშვილი ბურთით. ბაბაკიშვილი გრძელი გადაცემა ამ ბურთს ზაქარიაძე ვერ მიიღებს კარისკენ მის ბურთს და უხერხულად იგერიებს ბურთს. მამუჩაშვილი სწრაფად ბურთზე თამაშს ზაქარიაძე. ფრუიძეზე გადაცემა არ გადის გადაცემა და ვერ მიასწრებს ამ ბურთსაზიაშვილი საბოლოოდ ბურთით რჩება. რედისონი მიკავა მისკარიანი წაიღო ბურთი მოძრაობა მიკავა ბურთით ვერ გაამუშავა რეცემას ბურთი და ნახოთ რა გაგრძელოს მონახავს იბოგრუპი შეიძლება აქედან დარტყმა პასი ზაქარიაძე ძალიან ჭკვიანური იყო მაგრამ იჩქარა მომენტში ზაქარიაძემ ძალიან წინ შევიდა მეტოქის საჯარიმოში და ახლა 2 წუთი რჩება პირველ ტაიმის დასრულებამდე რომელიც საკმაოდ დაძაბულია სილაგაძე არ გიხსენებია კარგი ხანი მისი და გვარი ახლა ის იყო ბურთით ზაქარიაძე ტექნოლოგიური ბურთის დამუშავებას არ გადის გადაცემა და ბაბაკიშვილის და მომენტში აეჭრა ბურთი ბურთი შეაიქო თანაგუნდელებს მიკავა ბურთით აუდენ მოსდის ბურთს გადაცემა სილაგაძეზე არჯევანიძე
კარგად თამაშობს პრესინგზე გორდაძე. საბოლოოდ დატოვა ბურთამონის პარკლები და მაკარიდან მიქავა უკან ხაზიდან თამაშობს. მოძრაობა გაიქცა მას ბურთი ზაქარიაძე კარგი იყო პრესინგზე. 4 ნომერი ჟვანია დატყნა კარის მიმართულებით და ძალიან სახიფათო იყო ეს დარტყმული. ამოჩაშვილი იდგა მაინც თითქოს კარში აკონტროლებდა, მაგრამ და ეს დარტყმული კარგია, რომ კარისკენ არ წავიდა. კარგია რედისონისთვის. აბაკიშვილი შემოიტანა ბურთი თამაში. 23 ნომერი, კარგი გათამაშება ზაქარიაძე მოტიაგა და კატაშიადო. ისი საფირმე. თამაშის სტილი რა კარგად მიიღო ბურთი მოტია და დაამუშავა გაარყა და მეტარისგან მარჯვენა. 9 კუთხეში უკაცრავად გააგზავნა. ბურთი და გაიტანა კიდეც გოლი, სწორედ მისგან ელოდებოდა რა თქმა უნდა, იგი არის გუნდის კაპიტანი და გახვითა ერთი გოლი 1-0. ტაიმის მიწურავს დატყვა და რა ხდება მეგობრებო. ეს გოლი შეეპასუხა მისკარიანმა. ბრავო ნიკოლოზ მისკარიანი არ დაეცა მაინც. არ დაკარგა მოტივაცია რიცხვმა ძალიან მალევე აღადგინა წონასწორობა პრაქტიკულად არც გვაცალეს აზრის დასრულება რიცხვის მოთამაშემა 1-1 და დასრულდა პირველი ტაიმი. ბრავო, გენიალური გოლი წუთი. არაწყალეს ზეინი. ლიბო გრუპის მოთამაშეებს 1-1 შევისურვოთ. ახლობით 5 წუთი და დაგიბრუნდებით ეთერში. ასე მეგობრებო, ბრუნდებით მეორე ტაიმით შეხვედრიდან, რომელიც იმართება ლიბო გრუპსა და რედისონს შორის. შეგახსენებთ, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არის 1-1. გუნდებმა გოლები გაიტანეს პრაქტიკულად ბოლო წუთზე 1-2 მიყოლებით, დაახლოებით 30 წამიან ინტერვალში. ამას უფრო მეტი ელფერი შემატა ამ თამაშს. ყოველთვის მეტად საინტერესოა ამ თამაშს, როდესაც გადის გოლები, მეტად ესე ხშირად. ახლა მეორე ტაიმში რას შეცვლიან გუნდები მათ თამაში, რედისონი დაიწყებს თამაშს დაუგორა ბურთი მეტოქის და მე მიქავამ და მაშასე მეორე ტაიმი დაიწყო. კარგი გათამაშა, მაგრამ ბურთს ვერ მიასწრო გოგათაზიაშვილმა. მეცინერცი დაეჯახა ვაშა არჯევანიძეს საბოლოოდ აუტს მოწვის. სწორედ ეს უკანასკნელი. კასილაგაძეზე გადაცემა. მიქავა როგორც ჩანს შეიცვალა პოზიცია მომენტში, უკანა ხაზიდან თამაშობს. ბურთით არის ლიბო გრუპი დარტყმა კარის მიმართულებით. ხაწის წუთებზევე მეორე ტაიმში გაამწვა თამაში ლიბო გრუპმა. საბოლოოდ კუთხური. მიქავა ძალიან კარგი ბურთი, მაგრამ დაკარგა მალევე. ძალიან კარგად მოტრიალ ლიბო გრუპს 23 ნომერი პასი. კიდევ ერთი გათამაშება და რაგონი შეაგდო ხალი ლიბო გრუპის 4 ნომერი გიორგი ჟვანია. ბრავო. შორეული გასროლა და ყუბარასავით წავიდა. ეს დარტყმული რიცხვის კარში 2-1 მალევე გაიტანა მეორე გოლი ლიბო გრუპმა და ნახოთ, აი ხო წავა თამაში. ძალიან დაძაბული. ძალიან საინტერესო გადაცემა მაღალი და მე მიქავა დაუგდო 14 ნომერის დარტყმა კარის მიმართულებით და კარგი არის რიკა ბაბაკიშვილი. ეს გოლი წვეთა გასული იყო. საინტერესო იქნება და იგივე სცენარი მეორე ტაიმში 1 წუთის ინტერვალში გატანილი 2 გოლი და ამ ეტაპზე არის სულვა. ედის წერამ ასე ჩაწოდება კუთხურიდან მიქავა მეორე სართულზე მისკარიანი ლაგურთი დაიღო ნიკაბაკაშვილ. ბრავო. გენიალურია, ნუ არ ვიცი, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე არის თუ საუკეთესო არა ამ ტურნირზე. ლიბო გრუპის მეკარე ნიკა ბაბაკიშვილი ამხნევებს სწორედ ხელით მის შეძახილებს სკანდირებენ ლიბო გრუპის გულშემატკივრები, რომლებიც საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული დღევანდელ შეხვედრაში. და ძალიან კარგი არის რა თქმა უნდა ეს დიდ მოედანზე რა თქმა უნდა მე-12 მოთამაშეს გულის ამ მომენტში გულშემატკივრების ყოლა უდრის მე-7 მოთამაშეს, ვინაიდან თამაში 6-6-ზე იმართება და ჯარიმდა მოედის ცენტრში. გოგათაზიაშვილი ლიბო გრუპის მხრიდან საბოლოოდ ჯარიმას გაათამაშებს რედისონი. შეცვლა რედისონის რიგებში 13 ნომერი ლაშა კახიძე შემოდის მოედანზე. 14 ნომრის ნაცვლად გიორგი ქირამ დატოვა მოედანი.
იტყოდა შორიდან რედისონი, არ გადის დარტყმის, საბოლოოდ უკანა ხაზიდან იწყებს ახალ შეტევას რედისონი. ძელი გადაცემა არჯევანიც არ გადის, ზაქარიაძეს მოხვდა ბურთს საბოლოოდ. კახიძე კარგია დაკმაყარის მართულებით, არ ეს დარტყმული კახიძე კვლავ ბურთით. გორდაძე კარგი გათამაშება, შეიძლება აქედან დარტყმა ჩაწოდებდა და რა კარგი მომენტი ჰქონდა ეხა აქ ნიკა ზაქარიაძეს როგორც ტექნიკურად ითამაშა ამ მომენტში და ძელმა იხსნა რედისონის კარი მესამე გოლისგან აქ ძალიან დაიძაბა სიტუაცია ზაქარიაძე ბურთით გაერკვა სიტუაციაში შეიმაგრა ბურთს აბოლიბო გრუპს ხომ მაგრამ დაიკარგა მისკარიანი მიქავა დარტყმა და ცდება ბურთი კარს კარგი მომენტები გაცვალეს. აქ უნდა, მაგრამ რა ლამაზი იყო ნიკა ზაქარიაძის ეს მომენტი და ობიექტურად ნაშავა ასეთ ძალიან კარგი იქნებოდა რომ გასულიყო ეს გოლი. მახსენდა კრიშტიანო რონალდუს გოლი საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთთან, როდესაც სწორედ ასეთ მოძრაობაში გაიტანა მარჯვენა ფეხით. თუ სწორედ ნახოთ 3-3 გახდა ზუსტად იმ მომენტში 3-3 დამთავრდა ის თამაში. ორსტების პორტუგალიის მხრიდან იყო 3 მესამე გოლი. ყავლიბო გრუპის შეტევაში ეს თამაშის დაყო არის როგორც ჩანს კახიძე არ არღობდა თამაშის წესებს შორეული დარტყმა წინ იყო გამოსული აბაკიშვილი და მოიგერია ეს დარტყმული აქტიურად ჩაერთო კახიძე შემოსვლიდან ძალიან მალევე თამაში არჯევანიძე თით აჭოლ გადაცემა არ გადის ძალიან კარგი არის ნიკა ზაქარიაძე ცდილობდა მის შეჩერებას თემე მიქავა უშედეგოდ საბოლოოდ ყავლიბო გრუპი ბურთით აბაკიშვილი მოიგერია ბურთი თუიძე თუ ითამაშოს ბურთზე ვერ თამაშობს საბოლოოდ თამაშობა მეორე სართულზე გამარჯვებული არის თემე მიქავა დაიტოვა და აყენა ყოფს ძალიან კარგად შეინარჩუნა ბურთი და როგორც ჩანს არ არის თამაშის წესების დარღვევა აქ ნიკა ზაქარიაძე ბურთით ორი ერთზე მეტი შეტევა ფრუიძე დარტყმა და რა ბურთი აიღო აქ მამუჩაშვილი ბრავო და იქამდე რამდენი დარღვევა იყო რა თქმა უნდა იძაბება შეხვდა რაც უფრო გავამეტი დრო დაიძაბა ვინმე ეს არის მეორე ტაიმი ერთი ბურთიანი უპრეცობა აქვს ლიბო გრუპს და აკვენ რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური და ნერვების თამაში მიმდინარეობს ოიდანზე აპროტესტებდა იქამდე მომენტს დემი მიქავა აუხსნა ეს მომენტი არმა არბიტრმა რატომ არ დაინიშნა ჯარიმა იმ მომენტში ამასობაში ვერ ახერხებს ლიბო კლუბის ერთ-ერთი მოთამაშე წამოდგომას ჩავტარდება მას სამედიცინო ახმარება აიყინავს ეხ სადაც იტკინა და იმედია მოახერხებს წამოდგომას ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა არის ლიბო კლუბის შემადგენლობაში მეგვაზე შეიყვან აგელო ამასობაში დაახლოებით მე-7 წუთი ამოიწურა მეორე ტაიმის კუთხურიდან შემოიტანს ბურთს ლიბო გრუპი ხოთრას მოიმოქმედებს ლიბო გრუპი ამ მომენტში ჩაწოდება სასაფრებული იყო ნიკა ზაქარიაძე მაგრამ კარგი არის ვაჟა არჯევანიძე ამ მომენტში ზაქარიაძე ბურთით უკანა ხაზიდან დაუბრუნდა მიქა თავის პოზიციას წითამაში ახლა უკვე იგი კახიძე აქ არღოს თამაშის წესებს გორდაძეზე საბოლოოდ გორდაძე გამომუშავებს ჯარიმას რომელსაც გაათამაშებს ზაქარიაძე გორდაძე ზაქარიაძე მოიცანჩი ფუძი ძალიან კარგად მოქმედებს საკვერ შეიმაგრა ბურთი დაიკარგა მისკარიანი დარტყმა და ბაბაკიშვილი ბრავო რა ბურთი აიღო მარცი სასწაულობს აკეთებს ეს მეკარე სილაგაძის გრძელი გადაცემა რომელსაც ბოლოს ეხება ჯუბა ფრუიძე და გადადის ბურთი კუთხურზე ემიქავა ჩააძვის კუთხურს სილაგაძე მარცხენა ფეხზე აქვს ბურთი მაგრამ მოიპარა ბურთი აქ იბოგრის ოთხა ნომერმა 1-1-ზე არის სილაგაძისთან ნახოთ რა გაგრძელებას მონახავს სკვადასკრელი დარტყმა და იგერიებს ძალიან
სახიფათო და რთულ დარტყმას მამუჩაშვილი აქ რედისონის შეტევაში გადაცემა კახიძეძელი დამეტებაზე მიქავა არ გადის არის დიდებით ეს დარტყმული არ ვიცი სასწაული თამაში არის სასწაული თამაში და ბოლო მომენტიდან გამომდინარე და ბოლო წუთამდე გამომდინარე იმსახურებს რედისონი ერთ გოლს ალბათ კი არა ჩემი აზრით სუბიექტური აზრით კი ამასობაში ჩვენი ნომერი შემოდის ლიბო გრუპის შემადგენლობაში გიორგი ფრეკვაძე დაბრუნდა მოედანზე კარგი არის კლავ პრესინგზე რედისონი გადაცემა არ გადის კახიძეზე საბოლოოდ ზაქარიაძე მიასწრო ბურთს ატოვა ბურთი თამაში ბაცავად ახლა არის ზაქარიაძე ბურთი ნახოთ რაგრძებას მონახავს და აუტოვა 4 ნომერს რისვაი მაგალახი შეინარჩუნა მაინც ბურთი ლიბო გრუპმა საბოლოოდ მაინც ბურთი დარჩა რედისონი სილაგაძე ბურთით მოდის ცენტრში მიქავა ისკარიანი არქევანიძე გადაცემა მაგრამ არ უსწია ეს გადაცემა ბაბანიშვილი ეუფლება ბურთს ზაქარიაძე მოდის ცენტრში გადაცემა შვანიაზე დარტყმა კარის მართულებით ეღობება ამ დარტყმულს სილაგაძე აუტი აი თამაშის ბურთი აუტიდან ლიბო გრუპის მოთამაშეებმა გორდაძე ფრუიძეზე გადაცემა დარტყმა ფრუიძის და ისხლიტა დარტყმის შემდეგ ბურთმა საბოლოოდ კუთხური ჩვენი ნომერი ბურთით ჩაწოდება ან დარტყმა კარის მართულებით და დარტყმას აფიქსირებს კარიდან ორი არბიტრი მაგრამ აქ აპელირებდნენ ლიბო გრუპის მოთამაშეებმა ის ხო კუთხური კახიძე ბურთით სილაგაძე გრძელი გადაცემა კარგად დაუხდა ბურთს ჩვენი ნომერი ატოვა მოენის არგლები ბურთმა არჯევანიძე დარტყმა კარის მართულებით და ისევ არ გადის გოლი თუმცა კუთხური არის რედისონის ხარე ტრაფიკა თამაშება და დემემიქავა არ გადის გოლი კუთხური არის რედისონის გამოეთი ტრაფიკა თამაშება და დემემიქავა ძალიან სწრაფად გაათამაშა ბურთი რედისონმა 2-2 დემემიქავა გატანის გოლის ავტორი მაინც გაეტანა თავის გოლი დემემიქავამ 2-2 და ნახოთ ეხა რომელი გოლი წავა ბანკზე რომელი წავა მოსაგებად ახლობით 10 წუთი რჩება შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთი საკმარისია მინი ფეხბურთის იმის რომ გავიდეს ერთი გოლი მაინც მე უფრო მეტი გავა მაყურებლისთვის და გულშემატკივრებისთვისაც ასემონდას რა თქმა უნდა სასურველიც ფსიქოლოგიური უპირატესობა ალბათ ახლა უკვე არის რედისონის მხარეს აი არბიტრი ელაპარაკება თამაშებს განაახლებს თამაშს ხალხი ლიბო ცენტრიდან გორდაძე ზაქარიაძეს გადაცემა დაიკარგა ბურთი მიქავა დარტყმა კარის მართულებით არ გადის ბურთი მიდის სილაგაძემდე საფრანგ ნახევარზე ფლობს გუნდის კაპიტანი ბურთს კახიძე გრძელი გადაცემა ვისკარიან თუ შეცდომა ბურთს არავარ შეცდომა დარტყმა კარიდან გორდაძე ბურთით მარტო არის საფრანგ ნახევარზე დაცვაში გრძელი გადაცემა თუ მიიღებს ამ ბურთს ზაქარიაძე კი ბატონო მიიღო დაუგო ხომერ საბოლოოდ აუტივის აუტი ლიბო გრუპს ზაქარიაძე ბურთით კარგი კედელი გაითამაშა ფრუიძეზე მაგრამ კარგი არის კახიძე დაცვაში მოიგერა ბურთი კვლავ ფრუიძე კარგი არის მაგრამ მომენტში მაინც რედისონს დარჩა ბურთი 4 ბრძოლის შემდეგ და საბოლოოდ გადის ბურთი აუტზე რომელსაც მოაწვის რედისონი სილაგაძე ბურთით გადაცემა მისკარიანმა გაატარა ბურთი მაგრამ კარგად დაუხდა ბურთს აქ აბაკიშვილი კახიძე შორეული გასროლა მაგრამ არაზუსტი არ დარტყმა გორდაძე ბურთით ზაქარიაძე მიიღო ძალიან კარგად დააგდო ბურთი და ეს თამაშის დარღვევა რა თქმა უნდა ბურთით არის ია გორდაძე სწრაფად გაითამაშეს ბურთი და რა თქმა უნდა არ შეიძლება ეს სასტვენზე
ნუ სწორი არის ამ მომენტში არბიტრი. მედან არბიტრი საუბრობდა მოთამაშესთან. არ მიცემას უფლება თამაშის განახლების გრუპის მოთამაშისთვის. იჩქარა ამ მომენტში ილია გორდაძემ. ლავის არის ბურთთან. დარტყმა პირდაპირ კარში ნიკოშეტი კუთხური. აი თამაშეს ეს ბურთი ლიბროს მოთამაშეა საბოლოოდ ბურთს დაუხდა სილაგაძე. მოიგერია ბურთი აუძე. ილია გორდაძე კვლავ ბურთით. გიორგი ჟვანია, ლავ გორდაძე. მიწებში დაიკარგა ბურთი, დარტყმა და რა ბურთია იღო ბაბაკიშვილმა. მარჯვენა ფეხით უთხოვდა დემი მიკავა შეეძლო დუბლის გაფორმება ყველაფერი გააკეთა ამისთვის, მაგრამ აჯობა მას ბაბაკიშვილმა. საბოლოოდ ბურთი დაიკარგა ლიბო გრუპის მხრიდან და კახიძე ბურთით. სილაგაძე გზელი გადაცემა თავით მაიჩეს გამოც. დემი მიკავა, თუმცა ბურთით ბაბაკიშვილი გააქტიურდა ლიბო გრუპის გააქტიურდნენ ლიბო გრუპის გულშემატკივრები, კარგი გათამაშება ბაბაკიშვილმა ძალიან კარგი გადაცემა გააკეთა გამოზოილი ჟვანიაზე, ჟვანია ბურთით მოედის ცენტრში. კარგი არის აქ ზაქარიაძე ჩაწოდება და მაღალი იყოს გადაცემა, მკერდი ცდილობდა გოლის გატანას. დატოვებული ჰქონდა კარი მამუჩაშვილს, მაგრამ ვერ შეძლო, ძალიან რეალური შანსი ჰქონდა ეხლა ლიბო გრუპს გაეტანა მესამე გოლი კახიძე ბურთით. ძელი გადაცემა არ გავა ეს გადაცემა, რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი იყო, ბაბაკიშვილმა მიიღო ბურთი, გორდაძე გადაცემა ფრუიძეზე, შეუძლია ფრუიძეს სახის წდება ბურთი, მაგრამ ბოლოს კახიძესგან დატოვა ბურთი, ბურთმა მოენის პარკლები ზაქარიაძე, დააგორა დაარტყა ბოლოს გიორგი ჟვანია, მაგრამ არ გადის ეს დარტყმული რიკოშეტი კუთხური. სწრაფი გათამაშება, გორდაძე კარგად მოტრიალდა და ეს თამაშისებს დარღვევა არის როგორც ჩანს. მორგი სტანდარტი ლიბო გრუპის ხარეს. ლავ გორდაძე ბურთით. გათამაშა ჟვანია და ძალიან ძლიერი იყო ზარტყმული, მაგრამ არაზუსტია. შემოიტანა ბურთი თამაში მამუჩაშვილმა, კახიძემ ძელი გადაცემა, მოძეც პირველ თამაშობს. ჟვანია აქ ჩვენი ნომერი ცდილობდა გამწვავებას, ბრექვაძე იყო ბურთით, საბოლოოდ მოიპოვა აუტი. სწორი საისეო ბურთთან გიორგი ბრექვაძე დაუგორა გორდაძეს. ჟვანია მარცხენა ფეხით შეუძლია დარტყმა კარის მართულებით, ეღობება მისკარიანი ამ დარტყმულს კუთხური. სწრაფად გაითამაშა ბურთი აუტიდან ლიბო გრუპმა, მაგრამ საბოლოოდ მოიგერა ბურთი რეცემა. ბურთი არის მიკავა მისკარიანი, დარტყმა კარის მართულებით არაზუსტია. დარტყმა კარიდან. ჟვანია გადაცემა გორდაძეზე. ძალიან კარგი ჩანაფიქრი, მაგრამ მიუხვდა ჩვენს კახიძე, რომელიც გადიოდა ფრუიძეზე. საბოლოოდ ბურთი ვერ შეიმაგრა მისკარიანმა, დარტყმა კარიდან, კვლავ ბაბაკიშვილი წევს საწყისი წერტილიდან, საკუთარი ნახევრიდან თამაშს. ბაბაკიშვილი ბურთით. გორდაძე მოპარა ბურთი, მისკარიანმა მიკავა! შევარდა! გორდაძე მოპარა ბურთი, მისკარიანმა მიკავა! ამ მომენტში დაკარგა ბურთი გორდაძემ და ეს შეცდომა დაუჭდა გოლის ფასად. 3-2 წინ გადის რედისონი ორჯერ აგებდა ამ შეხვედრაში და დააკამბექა საბოლოოდ 3-2. გორდაძე ბურთი და ჯარიმდება დეონოქოვა ისო. გორდაძე ბურთით. ჟვანია დარტყმა კარის მართულებით, სილაგაძე გადაიღო ბურთს. ფრუიძე ბურთი ჩაწოდება და ძელი მეგობრებო. ცდილობდა თავისი შესაბამის გამოსწორებას ილია გორდაძე და ძელმა იხსნა რედსონის კარი, როგორი რეალური მომენტი ჰქონდა ამაში ლიბო გრუპს. სასწაული თამაში არის. ძალიან კარგი თამაში და მადლობა პროდუქში ამ ორივე გუნდს ასე თამაშის თვის. თეონიკავა დუბლის ავტორი გადის მოედინა, ცulis მას იოქირია 14 ნომრით.
ძალიან მაღალ პრესინგს თამაშობს ლიბო გრუპი. კახიძე ძალიან კარგი გათამაშება. არჯავანიძე აქვს მას სივრცე დათმო და ცდება ეს დათმული ამაზი ეს გათამაშებაც. ძალიან კარგი პაუზა იყო მომენტში. კახიძე რომელსაც დაუტოვა არჯავანიძეს, მაგრამ ვერ დაასრულა ეს მომენტი. არჯავანიძემ გორდაძე ბურთით. ჯარიმა ეს, თუმცა დარჩა მაინც ბურთი გორდაძეს. შვანია შეიმაგრა ბურთი, აუ გორდაძეზე გადაცემა. თამაშობდა ბრეგვაძე, მაგრამ აუტი მოიპოვა ლიბო გრუპმა. გათამაშება არაზუსტი არის და გადარჩა გოლს. ურესულ გოლს ლიბო გრუპი. წინ იყო ბაბაკიშვილი გამოსული, ეს ლოგიკური არის დაახლოებით. 2 წუთი რჩება შეხვედრის დასრულებამდე. ზაქარიაძე ბურთით ავიდა მასზე კირია. ზაქარიაძე მოტეხა ერთი მოძრაობით. კირია გორდაძე ჯარიმა აგრძელდება შეტევა. კარგია გორდაძე. პასი ზაქარიაძეზე. კახიძე ძალიან კარგი არის დაცვაში. ჟვანია ბურთით შეუძლია დარტყმა და არ მიდის კარგია ეს დარტყმული. ამჩაშვილი შემოყვანს ბურთს თამაში. ამ სცენარით თუ დასრულდა ეს მომენტი მოიგერია ბურთი. მამუჩაშვილი უბრალოდ გადაავდო. გასაგები ახალ ისინიან დარჩენასვენბაზე სრულნავენ. დააგდო ლიბო გრუპის 4 ნომერმა, მაგრამ საბოლოო ბურთი მაინც არის ლაშა კახიძე და ეს ჯარიმა რა თქმა უნდა. ბატონო ძალიან წარენი ლაშა კახიძის ეხში მოტოქის ფეხი. ხომ სცენარი დასრულდება შეხვედრა, რასთანაც ძალიან ახლოს ვართ. რედისონი ჩაიწერს პირველ 3 ქულას აქტივში. ლიბო გრუპს დარჩება 1 ქულა შესაბამისად გადაასწრებს სატურნირო დავაში. რედისონი ლიბო გრუპს საყინი დაჭირდა. ლაშა კახიძეს წამოდგება რა თქმა უნდა არ დათმობს ახლა ამ მომენტში არანაირად. ირიმის იგი რადგან ირიმის ნიშნავს იმას რომ იკავებს თავს. აგზერებს რა თქმა უნდა ლაშა კახიძე თამაშს. სილაგაძე გაათამაშა ბურთი არჯავანიძე გრძელი ესე დაყიდა. მზეს დისკიოქირია. ნიკა ზაქარიაძე ბურთით წამოვიდა. ნიკა ზაქარიაძე სპიტელი ბარათია უპირობოდ სპიტელი ბარათი რა თქმა უნდა. ლოგიკური იყო რა თქმა უნდა ეს დარგვა. ზაქარიაძე გაათამაშა ბურთი. შვანია გორდაძე ჯარიმა რა თქმა უნდა არის ჯარიმა და სტანდარტი. აითამაშა ბურთი გორდაძემ შვანიაზე. ეკვაძე ფრუიძე ვერ მიიღო ბურთი. საბოლოოდ ბურთი დარჩა მაინც თამაში. ზაქარიაძე თამაშობს ამ მომენტში, მაგრამ კარგი არის ძალიან ნიკოლოზ ისყარიანი, რომელიც შემაგრა ბურთი ბოლოს. სწრაფად გაითამაშა ბურთი ლიბო გრუპმა. ეკვაძე ბურთით. გორდაძე. კარგი არის გორდაძე ამ მომენტში. გადაცემა ზაქარიაძეზე. და არა როგორც ჩანს ჯარიმა არა, იყო გვიან დანიშნა ეს ჯარიმა. ზაქარიაძე აითამაშა ბურთი ბრეგვაძე. დარტყმა კარის მართულებით ზაქარიაძე დარტყმა და რა კარგი არის. დაცვაში სილაგაძე არ მოხდრია როგორც ჩანს ბურთი გააცუდა ეს მომენტი. ნიკა ზაქარიაძე იშვილი დაკიდა ტექნიკურად დაუგდა ბურთი. გორდაძეს არგაცის გაცემა კარგი არის ვაჟა. არჯავანიძე ამ მომენტში დაიძაბა ბოლო წუთები მიმდინარეობს. შესაძლოა ეს ბოლო შეტევაც იყოს ლიბო გრუპის თამაშ წესების დარღვა როგორც ჩანს. მორიგი თამაშ წესების დარღვა. გიოქირია იყო თამაშა ამ მომენტში. შვანია ესეც თამაშ წესების დარღვაა. ბატონო ეს კენტის აღმართვა სითხოს შვანია გორდაძე. აიტო მაინც მომენტი შვანია დარტყმა კარის მართულებით დაიბლოკა ეს დარტყმული.
გუნდი მოხდა დემე მიქავას დუბლის ავტობს. ასკლეთის შემდეგ. გორდაძე ყლაგურთით მოტრიალდა კიდევ ერთი ჯარიმა და თელბარეთს უნდა მისცეს ალბათ ჟარჯოვანიძეს. ნუ აქვს ლოგიკა ამ პროტეს. რეგვაძე დარტყმა კარის მოთმით არაზუსტი ეს და დასრულდა შეხვედრა დასრულდა გაიმარჯვა დაძაბულდა პრინციპულ ორთაბრძოლაში ედისონმა მიულოცა ეს გამარჯვება ედისონს ძალიან კარგი თამაში მოხთავაზე სამუდელმა და წარმატებები ორივე გუნდს შევისვენო დაახლოებით 10 წუთი და დაბრუნდებით დღევანდელი ტურის ბოლოს შეხვედრით რომელიც გაიმართა მარბო ჰოტელსა და აჭარა გრუპს შორის დროებით